მოდით დღეს ერთად ჩავიხედოთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანის, რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის გონებაში. და ეს არ იქნება უბრალოდ ისტორიის გაკვეთილი, არა. ჩვენ მის პირად საიდუმლო ღიურს გადავშლით. აი დაფიქრით ერთი წამით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. მართავთ უზარმაზარ იმპერიას. რა უნდა იყოს თქვენი ყველაზე დიდი სადარდებელი? მტრების შემოსევა, იქნებ პოლიტიკური ინტრიგები თუ შიმშილი? პასუხი ცოტა არ იყოს მოულოდნელია. ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელსაც მარკუს ავრელიუსი ყოველ დღე აწარმოებდა, მის საკუთარ გონებაში ხდებოდა. ხვდებით? მისი მთავარი მტერი ბარბაროსები კი არ იყვნენ, არამედ საკუთარი შფოთვა, საკუთარი შიში და ბრაზი. კარგით, მოდით უფრო ორმად ჩავუყვეთ ამ ამბავს. ეს წიგნი, რომელსაც ჩვენ დღეს მედიტაციების სახელით ვიცნობთ, არ დაწერილა რაღაც თბილ მდიდრულ სასახლეში. არა, ის იწერებოდა ფრონტის ხაზზე, ცივ სამხედრო კარავში, მაშინ როცა იმპერია ფაქტობრივად ინგრეოდა. და ეს კონტექსტი იცით გადამწყვეტია. მარკუსი არ იყო რაღაც სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილი ფილოსოფოსი. ის იყო ლიდერი, რომელიც მუდმივი კრიზისის პირობებში ცხოვრობდა. დაუსრულებელი სასტიკი ომები, საშინელი ეპიდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმპერიის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შეიწირა და ბოლოს ალბათ ყველაზე მტკივნეული უახლოესი მეგობრის და გენერალის ღალატი. სწორედ აი ამ ქაოსის შუაგულში წერდა ის თავისთვის. და რაც ამ წიგნს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, ისაა, რომ ის არასდროს ყოფილა სხვებისთვის განკუთვნილი. ეს არ იყო საჯარო გამოსვლების კრებული. ეს იყო მისი პირადი იორაღი, ფსიქოლოგიური სავარჯიშოების კრებული. ის საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, თანაც ძველ ბერძნულად, ფილოსოფიის ენაზე, რომ ყველაზე რთულ მომენტებში სტოიკური პრინციპები არ დავიწყებოდა. აბა, როგორ უმკლავდებოდა იმპერატორი ამ წარმოუდგენელ წნეხს? პასუხი სტოიციზმის ერთ ფუნდამენტურ პრინციპში იმალება. და ეს არის საკუთარი აზრების მოთოკვის ხელოვნება. და ეს ყველაფერი იცით, ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს იდეამდე დადის. უნდა გააცნობიერო, რისი კონტროლის შეგიძლია და რისი არა. ჩვენ ხომ ვერ ვაკონტროლებთ გარემოვლენებს, არა? ომს, ავადმყოფობას, იმას თუ რა სიტყვიან ჩვენზე სხვები, მაგრამ ჩვენ სრულად 100%-ით ვაკონტროლებთ ერთადერთ რამეს, ჩვენს რეაქციას ამ ყველაფერზე, ჩვენს შეფასებას, ჩვენს ინტერპრეტაციას. და აი ეს ციტატა ამას ბრწყინვალად აჯამებს. მარკუსი გვეუბნება, რომ ტკივილი თავად ფაქტს კი არ მოაქვს, არამედ ჩვენს შეფასებას ამ ფაქტის შესახებ. აი მაგალითად, საცობში მოხვედრა თავისთავად არ არის კატასტროფა. კატასტროფაა ჩვენი აზრი, ვაიმე, ეს საშინელებაა და მთელი დღე გამიფუჭდა. სწორედ ეს აზრი გვიფუჭებს დღეს და არა საცობი. კარგი, თეორია გავიგეთ, მაგრამ პრაქტიკულად რას აკეთებდა? მოდით ვნახოთ მისი კონკრეტული მენტალური სავარჯიშოები, ანუ სტოიკური იარაღები, რომლებსაც ის ყოველდღიურად იყენებდა ამ ქაოსთან საბრძოლველად. პირველი ასეთი იარაღია memento mori, გახსოვდეს სიკვდილი. ოღონდ ეს ამნიშნავს, რომ სულ სიკვდილზე უნდა ვიფიქროთ და დეპრესიაში ჩავარდეთ. არა, პირიქით. იმის გააზრება, რომ ჩვენი დრო სასრულია, გვაიძულებს დავაფასოთ აწმყო. გვეხმარება, რომ ენერგია და დრო წვრილმან წყენასა და შიშებზე კი არ დავხარჯოთ, არამედ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მეორე და, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი მეტაფორაა შინაგანი ციხესიმაგრე. მარკუსი სჯეროდა, რომ თითოეულ ჩვენგანს გონებაში აქვს ხელშეუხებელი ადგილი, სიმშვიდის ციტადელი, სადაც ვერანაირი გარეგანი ქაოსი ვერ შემოაღწევს, თუ ჩვენ თვითონ არ გავუღებთ კარს. ეს არის შენი პირადი მენტალური თავშესაფარი, რომელშიც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეხვიდე და ძალები აღიდგინო. მის არსენალში სხვა იარაღებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგალითად, ამორფატი, ანუ ბედისწერის სიყვარული. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გამოწვევა, თუნდაც ყველაზე მტკივნეული, მიიღო არა როგორც სასჯელი, არამედ როგორც ზრდის შესაძლებლობა. ან სიმპათეია, იმის გააზრება, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც გვეხმარება ეგოს დაძლევაში. იყო აპათეიაც, რაც არ ნიშნავს გულგრილობას, არამედ დესტრუქციული ემოციებისგან, ვთქვათ, პანიკისგან ან ბრაზისგან გათავისუფლებას. და ბოლოს პროსოხე. ეს არის სრული კონცენტრაცია აწმყოზე, რათა იმპულსურად კი არ ვიმოქმედოთ, არამედ გააზრებულად. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რატომ უნდა გვაინტერესებდეს დღეს იმპერატორის 2000 წლის წინანდელი ჩანაწერები. იმიტომ, რომ ეს იდეები შოკის მომგვრელად თანამედროვეა. აი დააკვირდით ამ სტრუქტურას. ჯერ ხდება მოვლენა, შემდეგ ჩნდება ჩვენი რწმენა ამ მოვლენის შესახებ და ბოლოს ჩვენი ემოციური რეაქცია. ნაცნობად ხვარჩხერს, დიახ, ეს არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის, ანუ CBT-ის, ქვაკუთხედი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანამედროვე ფსიქოთერაპია. ანუ ფაქტობრივად თერაპია, რომელიც დღეს მილიონობით ადამიანს ეხმარება, 2000 წლის წინ რომის იმპერატორმა შეიმუშავა საბრძოლო კარავში. ხომ ხვდებით, რატომა ეს წიგნი დღემდე ასეთი ვირებული? ის არის უნივერსალური სახელმძღვანელო, გვასწავლის სტრესის მართვას, გვეხმარება ფოკუსირებაში ამ ჩვენს გიჟურ ქაოსურ სამყაროში. წარმოადგენს ეთიკური და თავდაბალი ლიდერობის საუკეთესო მაგალითს და გვიჩვენებს, როგორ ვიპოვოთ აზრი მოვალეობისა და სხვების სამსახურის შესრულებაში.
და ბოლოს მინდა დაუბრუნდეთ იმ ერთ მთავარ იდეას, რომელიც ჩემი აზრით მარკუს ავრელიუსის მთელ ფილოსოფიას აერთიანებს. შინაგანი სიმშვიდე არ ნიშნავს ქაოსის, პრობლემების და სტრესის არარსებობას. ეს უბრალოდ შეუძლებელია. შინაგანი სიმშვიდე არის უნარი შეინარჩუნოს სიმშვიდე ამ ქაოსის შუაგულში. სწორედ ეს არის ჩვენი შინაგანი ციხესიმაგრის მთავარი დანიშნულება. და სანამ დაგემშვიდობებებით, მინდა დაგისვათ კითხვა. თქვენს ცხოვრებაში არსებული რა სტრესისგან, შფოთვისგან ან პრობლემებისგან დაგიცავდათ საკუთარი შინაგანი ციხესიმაგრის აშენება. აი, ამაზე დაფიქრებას გიტოვებთ.